თერჯოლის ნომერ მეორე საჯარო სკოლის პროექტი პირველი ნაბიჯი უფლებებისაკენ დაფინანსებულია ჩეხური ორგანიზაცია ადამიანი გაჭირვებაში პინის მიერ. ნორჩ ტელერადიო კლუბის მუშაობა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით. პროექტის მენეჯერი დანა ყურაშვილი, პროექტის კოორდინატორი სოფიო გოდუაძე. ნორჩ ტელერადიო ჟურნალისტთა კლუბი ფუნქციონირებს თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში. პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან კოვზირიძე. თემა მე მაქვს ოჯახი, მაგრამ მენატრები დედა. იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა მთელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი მოიცვა. ოჯახთან განშორება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და დედაშვილური ჯაჭვის გაწყვეტა. 21 საუკუნის ეპოქაში ემიგრაცია კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. თითქმის ყოველი ოჯახიდან წასულია ქალი, დედა, რომელმაც მიატოვა შვილები და ეკონომიური პირობების გასაუმჯობესებლად უცხოეთს მიაშურა. ამ პრობლემას ყველაზე მტკივნეულად უდედოდ დარჩენილი ბავშვები გრძნობენ. ჩემი დედიკო საზღვარგარეთ მუშაობს, რადგან დრო მოიტანა და იძულებული გახდა სამუშაოდ წასულიყო. ის დღე არასდროს დამავიწყდება, როცა პირველად წავიდა. მასთან დამშვიდობებისას ბევრი ვიტირე. შემდეგ სახლში დავბრუნდი. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება დედის გარეშე გაგრძელდა. ძალზე მიჭირდა და მენატრებოდა, მაგრამ ჩემი საყვარელი დაიკო გვერდით მედგა და სულ მეფერებოდა. 3 თვის შემდეგ დედიკო ჩამოვიდა. ის დღე უბედნიერესი იყო ჩემთვის. უკვე 4 წელია დედა საზღვარგარეთ დადის. შეგუებული ვარ. მიყვარს ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი დედიკო. დედის შემცვლელი არ გაჩენილა და არც გაჩნდება არასოდეს. ჩემი სურვილია დედის ფასი ყველამ გაიგოს. ჩვენ გვაქვს უფლება, გვყავდეს ოჯახი. დედა, სულ 2 წელია რაც წახვედი, მაგრამ მე მაინც მენატრები. მაკლი ხარ. შენზე ფიქრში ღამე ერთს ვათენებ, როდის დაბრუნდები, როდის ჩაგეხუტები. უშინოდ ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვს. გთხოვ, მალე დაბრუნდი. არანაირ ძალას არ შესწევს უნარი მოგიშუშოს დედასთან განშორებით გამოწვეული ტკივილი, რომელიც გულში ღრმად ფესვებგადგმული უკურნებელი სენია. მე დიდი სიხარულით და ცოტაოდენი ტკივილით გამახსენდება ის მომენტები, როცა ერთად ვიყავით. ამ დროს განშორებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი და ამიტომაც დედის 3 თვის წასვლას საუკუნედ მეცდა. ჩემთვის ძნელი იყო იმ სიტყვის წარმოთქმა, რასაც მენატრები დედა ერქვა და ამიტომაც რასაც მე რამოდენიმე დღეში ვიგრძნობ, მინდა ყველა მიგრძნოს და განიცადოს დედის სიტყვა, ის თბილი ხელი, ის სიყვარული, რომელმაც ისიარები უნდა განკურნოს, რასაც მონატრება ერქვა და ამ ტანჯვის, მოუთმენლობის და ყველაფრის მიუხედავად, ყველას უსურებ იმ შვიდ, წყნარ და ბედნიერ ცხოვრებას, რასაც დედის გვერდით ყოფნა და ცხოვრება ჰქვია. დედის გარეშე ყოფნა ბავშვისთვის საკმაოდ სერიოზული პრობლემატიურია, იმიტომ რომ თვითონ უხდებათ ბავშვებს ყველაფრის გაკეთება დედის მაგივრად. ის შემცვლელი ამ ქვეყანაზე არავინ და არაფერი არ. ვინც არ უნდა იყოს მის გვერდით, დედას ვერავინ ვერ შეცვლის თავისთავად ცხადია. დედა, შენი მონატრებით ხამხამობით ცრემლს საუღრი და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებს ევითვლი. მარტოობის ჟამში შენი აჩრდილი შემოიჭრება ხოლმე, რომელიც მახსენებს შენს ნაზ, მომცინარ სახეს. იმ ბედნიერ დღეებს, როცა ჩემი ცხოვრება დედის სიყვარულით, მისი ალერსით იყო გამთბარი. ტკბილიანია იმედითა და მოლოდინით ცხოვრება. ჩემი ფერადი ოცნება ხარ დედა. როგორ მინდა მალე დადგეს ის დღე, როცა სახლის კარ შემოაღებ და იტყვი, მე დავბრუნდი. მაგრამ არ ვიცი, შევძლებ კი ამდენი ხნის განშორების შემდეგ ის დანაკარგი აღვიდგინო, რაც შენთან განშორება მომიტანა. ტკბილამდე მენატრები დედა. რამდენი ცრემლიანი ღამე უთენებია ცალკე დედას, ცალკე შვილს იმის ნატრაში, რომ ერთხელ მაინც თვალი მოეკრათ ერთმანეთისათვის, მაგრამ დღე-დღეს მისდევს და ეს ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება. ეს ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ შვილები გულჩათხრობილნი ხდებიან. უკვე მე-9 წელი მიდის, რაც დედა წავიდა, სათვალავიც კი ამერია. როდესაც დედა მიდიოდა მითხრა 2 წელში ჩამოვალო და მას შემდეგ დღეებს, თვეებსა და უკვე წლებს ხელის დიდებზე ვითვლი. მაგრამ ძალიან მეშინია, რომ ათვლა კვლავ ნეგატივიდან არ დავიწყო. რაც დედა წავიდა, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ჩემ ძმასა და დას დედის მაგივრობას უწევდი, მაშინ როდესაც დედა მეც ძალიან ჭირდებოდა. ყოველ საღამოს მას ზღაპრებს უკითხავდი და ერთ საღამოს ჩვეულებისამებრ ჩემს პატარებს ზღაპარი წაუკითხე. და გაისმა ჩემი ძმის ტკბილი და წკრიალა ხმა. მიყვარ ხარ დედი. თქვენ როც კი წარმოიდგენთ, მე რაც უდად გავხდი, როდესაც საკუთარმა ძმამ დედა დამიძახა. დედის ოჯახში არ ყოფნა ყველაზე მეტად ბავშვებს აზარალებს, მოქმედებს მის ფსიქოლოგიაზე. გულში უზარმაზარ სიცარიდეს გრძნობს.
ამასთანავე ძალიან ენატრება. რაც უფრო შორს ამით უფრო ხმარდება მონატრების სორბილი. როდესაც ქუჩაში ბედნიერ დედაშვილს დაინახავს, უეცრად თავის თავს წარმოიდგენს და თვალებში ცრემლი დაუგუბდება. დაღამდება და ისე დედაზე იფიქრებს. თვალცრემლიანს თავზე დაათენდება და დღე ისევ სედის მომცველ საუკუნედ იქცევა. დედის არ ყოფნა დიდი წყდიადია, საიდანაც ამოსვლას ყოველდღიურიან. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც დედა ოჯახში დაბრუნდება. ძალიან მომენატრე დედა. ყოველ წუთს შენი გაღიმება, შენი მოფერება, შენი ფუსფუსი მელანდება. ნეტავ როდის ჩამოხვარ ჩემო საყვარელო დედა. ნეტავ სულ ჩემთან ერთად იყო. შენი სიტყვა, შენი ალერსი მენატრება. ძალიან გთხოვ მალე ჩამოდი. შენ რომ წასული ხარ ძალიან მოწყენილი ვარ. თითქოს ჩემთვის ერთი ნაწილი ატყია. ალბათ, როდესაც შენ ჩამოხვარ, გამხიარულდები. ჩემი გული გამთელდება და ჩემს ოჯახთან ერთად ბედნიერი ვიქნები. უთქვენოდ მიდიან დღეები, რომელიც უსაზღრო ბედნიერების მომნიჭებელია ყველა ბავშვისათვის. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა იმედისა. იმედი ასულდგმულებთ, რომ მალე მათ გვერდით იქნებით, უთქვენობით გამოწვეული ჭრილობა გაყუჩდება და ტკივილი ჩაივლის. უკვე მეათე წელი მიდის და ჩემს სახეზე ღიმილი გაქრა. ხოლო ცევდასა და დიდ ტკივილს თუ ამოიკითხავ ჩემს თვალებში. გუშინ 15 წლის გავხდი, არავის გავხსენები ვარ. კარი ჩავიკეტე და ავტირდი, მაგრამ უკვე ცრემლებიც გამიშრა. ისე და ვის უნდა გავხსენებოდი? მე ხომ ბავშვობა მომპარეს. დედა არ მყავს, არც მეგობრები. მამამ სმა დაიწყო. ერთადერთი ვის გულში ჩემი ადგილი ჯერ კიდევ დარჩა მერი ბებუა და ჩემი პატარა ძმა ლუკა. ლუკა რომ არა, ჩემი სიცოცხლე აზრს დაკარგავდა. გადის დღეები, თვეები, წლები. ბავშვებს კი მონატრება ყოველდღიურ ჩვეულებად ექცათ. ყოველდღე უჩნდებათ დედის ნახვისა და მათთან ჩახუტების სურვილი. მაგრამ ეს ბედნიერი დღე ჯერ არ დამდგარა. ახლა მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ აკლიათ ერთი უზარმაზარი რამ, ეს დედის სიყვარულია. დარდმა მოიცა მთელი საქართველო, მაგრამ არ შეგეშინდეთ. დარდი სიხარულად გარდაიქცევა, ღვთისმადლი და ღვთის დახმარებით. მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ გამძლიანდეს საქართველო, სახლში დაბრუნდეს ის ხალხი, რომელიც გასულია საქართველოდან. ღმერთმა ინებოს, რომ არ დაცარიელდეს არც ერთი სახლი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენ არა გვაქვს უფლება ვინმე გავკითხოთ ან გავაკრიტიკოთ. იმედს ვიტოვებთ, ვისაც ბარგი ჩალაგებული აქვს ან მერყეობს წავიდეს თუ არა, შეაჩერებს და დააფიქრებს. თუ კი რამდენიმეც გადაიფიქრებს და წასვლას ოჯახთან დარჩენას ამჯობინებს, ჩავთვლით, რომ ჩვენი პროექტი ამაო არ ყოფილა. ჩვენი პირველი ნაბიჯი უფლებებისაკენ. დაბრუნდი დედა. მე მინდა დავიცვე ჩვენი უფლება. გყავდეს დედა. ძალიან მცირეა ზღვარი განკითხვასა და მხილებას შორის. მაგრამ თუ სიმართლის თქმა შეგიძლია ისე რომ არ განვიკითხოთ, არამედ სიყვარულით ვამხილოთ. ღვთის გულისათვის, ძვირფასო დედებო, გამოთქვით თქვენი მოსაზრება და დაგვეკონტაქტეთ. გელით.